დღეს სანამ ეს კი სხატა, აი სანამ დაასრულებ უკვე ძველდება. ბიჭი, აი წარმოგიდგენთ 16 წლის რომ მოდის და გეუბნება რომ რამე ეროვნული სამოსი ჩამაწვით. ძალიან ფაქიზია ალბათ დაიცვა ოქროს შუალედი, რაც ტრადიციას და ინოვაციას შორის გადის. ყველაფერი მეორდება ახალი ხედვით, იმიტომ რომ ახალი თაობა ყველაფერს ახლებურად ხედავს. ვიყიდულობს და რა არის ყველაზე მოთხოვნადი. ყველაფერი გაწია და აი ეს აიღო და აი ეს უნდა დღეს მსოფლიოსო რა. ეს ქსოვილები ყოველგვარი ტექნოლოგიური დამუშავების გარეშე იმ ფუნქციას სულ ასრულებდნენ, რასაც ეხა გვეუბნებიან იგივე თერმოდამუშავებაზე თუ გაგრილებაზე თუ რა ვიცი ფანტანი რო ამოგდის იღლიიდან. ხო და ისეთი ოპონენტები თუ ყოლიათ, ვისაც პირიქით გაუპროტესტებია. შენ მოუკვდიდე და შენს ეს რა მიგიკერებია. აი ეგეთი არავინ არ არის. მე მაგალითად ბოლო პერიოდში სულ ექსპერიმენტებს ვატარებ, იმიტომ რომ მივხვდი რომ გრძელვადიანი პროექტები უკვე სასაცილოა. ეხი აუწყოთ თანამედროვეობას, თან შეინარჩუნოთ თქვენი სტილი. მოდა განიცდით საკმაოდ სერიოზულ კრიზისს. ანუ ძალიან ბევრი ტანსაცმელი გაჩნდა. მივაწეპო მასა და დავარქვა რომ არის გათანამედროვებული ეროვნული სამოსი, აი ამას რბილად რო თქვა არ უკადროა. როცა დაიწყო კრისტიან ძიორმა და ორ პიჯაკს აკეთებდა და ხელით ნამუშევარი იყო, ამ ისტორიას დღეს უკვე ყიდიან. პირობა მომიცნო რომ მე 8 წელს გავხდები შემიკერავთ. მოგესალმებით, მადლობა რომ უყურებთ ჩვენებურ პოდკასტს. მოგესალმები მეგი, როგორ ხარ? მოგესალმები გიგი, კარგად ვარ, მიხარია რომ დაუბრუნდით მე ძალიან მიხარია. 2020 წელსაც ჩვენს ძვირფას მაყურებელს და ვფიქრობ რომ დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს მოდის მიმართულებით. ქართული ტრადიციული სამოსის გაცოცხლება და თანამედროვეობაში შემოტანა და ქართული მოდის ინდუსტრია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისთვის. ვიმედოვნებ რომ ჩვენ საინტერესო სტუმრებთან ერთად ბევრ სიახლეს მოისმენთ ჩვენი მაყურებელი. ჩვენმა პირველმა სტუმარმა ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიჯერა რომ ქართული სამოსი უმნიშვნელოვანესია. მივესალმები ბრენდ ფაფანაკის დამფუძნებელს ნინო ჭყონიას. ნინო, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ხართ და ასეთ საუცხოო საქმეს აკეთებთ პირველ რიგში. მე მაინტერესებს აქ გვაქვს წარმოდგენილი ულამაზესი მოდელები და როგორც ვიცით, ფაფანაკს სასცენო მოდელების გარდა აქვს ასევე თანამედროვე ხაზი. გვაინტერესებს რამდენად რთული იყო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ თუნდაც ჩოხა ყოფილიყო თანამედროვე ხელოვნების, თანამედროვე სტილის ნაწილი. მოგესალმებით, მადლობა მოგესალმებით. მოწვევისთვის. პირველ რიგში გილოცავთ სიახლეს და რაღაცა განსაკუთრებული თემატიკა გაქვთ შერჩეული და ზოგადად ნიშაც მგონი საინტერესო და გისურვებთ წინსვლას. კეთილიყო ჩემი ფეხი. რაც შეეხება ფაფანაკს, კი შემოვედით ბაზარზე დაახლოებით 11 წელია. მახსოვს ხოთა შორის თქვენი შემოსვლა და კი და სულ გადავინებ თვალყურს და ყოჩაღები ხარ მაგას მე ჩემს მე კი ბატონო მიხარია 11 წელია ვართ დაახლოებით და ზუსტად როგორც აღნიშნეთ მიმართულება გვაქვს რამოდენიმე ანუ სასცენო სამოსით დავიწყეთ თუმცა მე უკვე რაღაცნაირად შემოვიდა მოთხოვნა რომ რატომ არ გავაკეთოთ ყაბალახი მოდი ვცადოთ ის გავაკეთეთ და რაღაცნაირად მეორე ხაზი დაემატა უკვე გათანამედროვებული სამოსი შემდეგ ნუ ისე ვერ გააკეთებ ეროვნულ სამოსს თუ ეს ავთენტური კუთხე არ შეინარჩუნე და არ გაუფრთხილდი და არ აღადგინე და ზუსტად ამაზე დავიწყეთ მუშაობა და დაგვემატა შესაბამისად მესამე ხაზი ანუ ეს ავთენტური მიმართულება და შემდეგ უკვე ბავშვების ხაზი აუცილებელი გახდა იმიტომ რომ იქ ნათლობები იყო თქვათ ჯვრის წერაზე მშობლებს უნდათ რომ თქვათ ახლდათ თქვათ უკვე ბავშვი შვილი და იმ ბავშვისთვის უკვე შესამოსელი ასე თუ ისე მოგვიწია რომ შეგვექმნა. მოკლედ, რამოდენიმე მიმართულებით მუშაობთ. თუ იყო რთული სირთულესთან დაკავშირებით, აი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ეს ტრადიციები გადმოგვეტანა ყოველდღიურობაში. იცით რა არის მე რასაც დავაკვირდი და აი ეს რამოდენიმე წლის მანძილზე ვაწარმოებ ასე ვთქვათ რომ ამოვხსნავ ის რა უნდა ანუ არიან უცხოელები ვთქვათ ვისთვისაც სულ ერთია ოღონდ ერქვას რომ რაღაც ეროვნულს და ნაციონალურს ყიდულობენ არიან ძალიან მომთხოვნი და ესეთი გათვითცნობიერებული მომხმარებლები რომლებიც ერკვევიან მეტნაკლებად ეროვნულ სამოსში და სულ ამბობ და ეხლაც მინდა რომ ხაზი გავუსვა რომ რაღაც გავაკეთო და იმ რაღაცას ვთქვათ მივაწეპო მასა და დავარქვა რომ არის გათანამედროვებული ეროვნული სამოსი აი ამას რბილად რო ვთქვა არ უკადროობ რა
ძალიან ფრთხილად, ძალიან მოწიწებით და შეძლების დაგვარად ცოდნით ვეკიდები ამ საქმიანობას. სწორედ ალბათ ეს ძენს უნიკალურობას თქვენს მოდელებს თვალს ვერ ვაშორებ ნამდვილად ახლა ამ მოდელს. მადლობა, ეს წარმოგიდგინეთ, აი ზუსტად ძველი თბილისის კადრები თუ გვახსოვს ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი და აი რაღაცა აი ეს ინსპირაცია არის აქ. პიჯაკი აბსოლუტურად თანამედროვე, ეს ბაღდადი მაქვს სიმბოლურად, რომ ეს ხასიათი შეინარჩუნოს, თუმცა ამ ბაღდადს რო ჩამოვხსნით, უკვე ერთ ჩვეულებრივი პიჯაკი, რომელიც აბსოლუტურად შეგვიძლია შარვალზე, ნებისმიერ წვეულებაზე ჩაიცვა და თან ეროვნული იქნები, ან ტრადიციული და თან რაღაცნაირად განსხვავებული. კი, ნამდვილად, მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ჩემგან ძალიან დიდი კომპლიმენტი რომ მართლა გადავენებ თვალყურს გახსნის დღიდან ძალიან მომწონს რაც საკეთებ და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ უბრალოდ რაღაც ტანის სამოს მასრა მიაკრა ეს არის მარტივი და თქვენ მართლა ცდილობთ რომ შეერწყას ქართული ავთენტურობა და ის თანამედროვეობა რაც დღესდღეობით არსებობს. შინაარსი როგორ ახერხებთ ამას აი მაინტერესებს. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რთული, მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი ეს მუსიკაში რთულია და ეს ამავდროულად რთული იქნება სამუსიკაში. იმიტომ გამიგეთ სწორედ რომ ხელოვანი ბრძანდებით. ხელოვნება კი სიმღერაც ხელოვნებაა, ხატვაც და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ეს ყველაფერი ერთ ღერძზე ტრიალებს, ასე ვთქვათ. და იმაშიც დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ რომ აი ყველაფერი შეიძლება კარგად მიდიოდეს, მაგრამ ერთმა ნოტმა ისე ამოაყირაოს. შეცდომითმა ნოტმა კი არა. აი არა გემოვნებიდან ამოვარგებია რა. აი ზუსტად ეგ არის ეს ჩემი საქმიანობა ჩემთვის. დავსდე რა გითხრათ, ნახევარი ტონით. ზაფი თუ განსხვავდება ამირღვევია და თავიდან დაგვიკერებ, იმიტომ რომ ეს მინიატურული შეცდომები ბოლოს ძალიან დიდ სკროლამდე მიგვიყვანს და მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ სამოს არ ეკადრება ესეთი რაღაცა. რაღაცნაირად იცი რა არის, აი პასუვ ამბობ, რომ მე რო ვიყო უბრალოდ დიზაინერი, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის თქო რა, ფრთებს გავშლი და ეხლა ვერ ვშლი, იმიტომ რომ ცოტა ისტორიასაც ვეჭიდებ, ცოტა იმასაც პასუხისმგებლობას და რაღაცნაირად აი ვცდილობ ყოველ შემთხვევაში თუ გამოდის ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მე ვცდილობ რომ ხო აი რაღაცნაირად ეს დავიჭირო რა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს შინაარსი არ გაგვექცეს. ნამდვილად ასეა და ძალიან ფაქიზია ალბათ დაიცვა ის ოქროს შუალედი, რაც ტრადიციას და ინოვაციას შორის გადის. აი ეს პერსონიფიკაცია საიდან მოდის, როგორ დაიწყეთ, როგორ შექმენით, საიდან წამოვიდა? დავარსდით 11 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ, ორივე მოცეკვავეები ვართ, მოკლედ მთელი ცხოვრება სცენაზე გავატარეთ. გადავწყვიტეთ, რომ რატომ არა, ვთქვათ, ისეთი საქმე, რომელიც ემსახურება ქართულ ეროვნულს. თან პლუს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ თვითონ ანსამბლ რუსთავში ვცეკვავდით და მე ანსამბლ რუსთავის კოსტიუმების მხატვარი ვიყავი მაგ დროს. შესაბამისად, უკვე დიდი ნაბიჯი პიარისთვის აღარ მჭირდებოდა, უკვე გავპიარდი აი ამ სივრცეში, რასაც თქვათ ქართული ქორეოგრაფია ქვია და წამოვიდა შეკვეთები უკვე კოსტიუმების ანსამბლების და ასე შემდეგ. ანუ პირველივე გაჟღერებისთანავე ფაფანაკმა მიიღო ძალიან დიდი შეკვეთები რა. ანუ არ დაგჭირდა რაღაცეებისთვის ნიადაგის მომზადება, ასე ვთქვათ. ეს დავიწყეთ, ხო ცეკვიდან, სცენიდან დაიწყო ჩვენი. ეს ყველაზე ნამდვილია, როცა იწყება ცეკვიდან და ან რაღაც ისეთ საქმიდან, რომელსაც მოაქვს უკვე შემდეგი ნაბიჯი. კი ბატონო, თან ძალიან დამეხმარა ის, რომ მე თვითონ რომ ცეკვავ და ზუსტად ვიცი კოსტიუმის მორგება სცენაზე, რას ნიშნავს, ანუ ანსამბლებისთვის ძალიან გამიადვილდა ის ესკიზების გაკეთება, იმიტომ რომ იმ ესკიზების გაკეთებისას რაღაცებს თვლი რა, ანუ ისი არ ხატავ, როგორც ლამაზი ნახატი, პეიზაჟს ხო არ ხატავ, უხლიან სცენარს მიყვება, რომელიც უნდა გაცოცხლდეს, ანუ მოძრაობაში, დინამიკაში, სცენის განათება უნდა აიტანოს, სცენის მხატვრობა კიდე სხვა რამეა და მე კი სამხატვრო აკადემია დავამთავრე, თუმცა არა ამ განხრით, რომ თქვა სცენოგრაფი ყოფილიყავი, ასე ვთქვათ, ასე რომ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მე ჩემი საქმიანობა, რომ ვარ მხატვარი და ვარ მოცეკვავე, ეს ორივე ძალიან დამეხმარა, რომ აღმოვეჩინა ფაფანაკი. რა შეგრძნება გქონდათ, როცა გააკეთეთ პირველი ნამუშევარი? როდის იყო ეს, რა იყო ეს? სხვათა შორის შენახული, მაგრამ ისეთი სასაცილო რაღაცა, რომ არსად არ ვაჩვენ, მაგრამ ჩემთვის შენახული.
მოვიყვანეთ მკერავი სახლში, ანუ არანაირი ფართი არ გქონდა, არაფერი შესაძლებლობა იმისი, რომ რამე გაგვეკეთებინა, სახლში ერთ-ერთი ოთახი დაუთმეთ, ქალბატონი მოვიყვანეთ და ვიყურებს, რომ რა შევკეროა, ქალმა არ იცოდა. მეთქი არ ვიცი, რაღაც უნდა შევკეროთ და შევკერე ბავშვის კაბა, აბსოლუტურად აცდენილი ყველაფერს, ანუ აი არც შინაარსი მქონდა, არც არ ვიცოდი რა მინდოდა, უბრალოდ ვიცოდი რომ რაღაც უნდა დამეწყო რა, ის ხანერად არ გამოდიოდა. თუმცა ის წარსული მქონდა, რომ ის ესკიზებს ვაკეთებდი ესე ჰაერზე არ. თუმცა ეს რაღაც კაბა იმდენად სასაცილოა, რომ არ ვაგდებ მაქვს შენახული ერთგულად, ხშირად უყურებს სხვათა შორის რომ რამდენად ზრდის ადამიანს შრომა, რამდენად ზრდის ადამიანს მონდომება და შემართება, იმიტომ რომ ისე რომ გამეგრძელებინა აქ არ ვიჯდებოდი. მართლა. თუმცა ეს პირველი კაბა მახსოვს, რომ შევკერეთ. პირველი ფაფანაკიც მახსოვს. მაშინ ჩვენ მივართვით ადგილზე, იმიტომ რომ ვერსად ვერ მოვიყვანდი სახში საძინებელს ხوار მოვიყვანდი დამკვეთს და მე თვითონ მიუტანე მანქანით და ეს გოგოც კი მახსოვს რომ ვაიმე რა ლამაზია და მე აი მეგონა რომ სამყარო შეიძინა ჩემი ნივთი რა და აი ეს პატარ-პატარა ნიუანსები რომ მახსოვს და იმის მერე რამხელანა ბიჭები გადავდგით მე ამაყება ცოტა. ძალიან მესმის თქვენი ახლა მე გავიხსენე ჩემი პირველი კონცერტი და პირველი კომპლიმენტი რომელიც მივიღე რომ სარველოდებოდი და პატარა გოგონა მოვიდა თორსევით 14-15 წელს და მომეწონაო მითხრა და ეს ხო პირველი უცხო ადამიანი დედაჩემს მეუნებოდა შენ ყველა ეს პირველი უცხო ადამიანმა რომ მითხრა აი ის არ დამოწლება არასდროს და აბსოლუტურად მესმის თქვენი. კი. ნინო რა არის თქვათ ისეთი ქართული ტრადიციული ელემენტები რასაც არ ეხებით არასდროს და პირიქით რა შეაძლევთ თავს უფრო აი ფანტაზიის საშუალებას და თავისუფლებას. თითქმის არაფერს არ ვეხები, როცა ეხება ავთენტურ სამოს. ჩოხა მინდა გითხრათ, რომ ჩოხის ყოველ ჯერზე ჩოხას რომ მკერავთ, ყოველ ჯერზე მე ვთვლი რომ ვაუმჯობესებთ. ანუ შარშან წინდელი ჩოხა შეკერლი რომ ვნახე ბევრი რაღაც შევცვალე წელს და ამ რაღაცას არ ვცვლით დღევანდელი ყოფით მორგებით, ანუ აი ვცვლით კვლევებით, ძველი თარგებით, მუზეუმიდან ამოღებული ვთქვათ რაღაცა მასალებით, სულ ვთვლი რომ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ცოდნა ამ კუთხით. ახლა მე რაღაც პიჯაკ შევკერავ სიტყვაზე თუ ყაბალახს იმას, რასაც მინდა იმას დავაკარგებ და როგორც მინდა ისე გავაკეთებ, მაგრამ აი ჩოხა ცოტა ფრთხილი. კი, მესმის აბსოლუტურად, კი ბატონო. და აი ის ღილკილოც კი, რომელიც ახალუხს ახლავს თან და ჩვენ ვაკეთებდით 7 კვანძით, თურმეს დომებია 18 კვანძი და ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ აი ეს 18 კვანძამდე პატარა კვანძები რო არის. ანუ ქართული ღილი რაც იყო ადრე. მესმის, კი, მე ციკრავდნენ ბურთო გახსოვთ ეს ბურთულები. აი ეგ რეალურად არის თურმე 18 კვანძი და ანუ აი ესეთ რაღაცებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ძალიან ვუღრმავდები და ძალიან მინდა რომ აი ეს ავთენტური ხაზი მიმართულება მქონდეს ეს წელში ვიყო გამართული და ისე გავაკეთო როგორც გვეკადრება რა თორე ხა რაღაცას რო გავათანამედროვებ ეგ უკვე მეორე ხარიცხოვანია. მე მაინტერესებს ეს კითხვა დამება და ქსოვილები რამდენად განსხვავდება თქვათ ჩვენი წინაპრების ქსოვილებისგან რაც ძალიან განსხვავდება ძალიან ეს ძველი მასალები რაც მაქვს მოძიებული ძველი ნიმუშები რაც მაქვს ზოგი დავშალეთ მე ავაწყეთ რომ ვიკვლევდით რა ანუ ეს რაღაც იდენტური თარგი რო ამოგვეყვანა რაღაციდან ძალიან განსხვავდება თუმცა ვერ ვიტყოდი რომ უკეთესი ან უარესია რამე ანუ ხო შეგვიხო სხვადასხვა რა ის შემადგენლობა ეხა 100% შალი აი დღეს რო ვიძახით რომ 100% ბუნებრივი შალი ხო აბრეშუმის შარფი იყიდება ეს არის ყუილი და თუ ის 100% ბუნებრივი აბრეშუმის შარფია ის უნდა ღირდეს 1000ობით კი ბატონო ევრო პარავარი და ანუ ესე არ არის რა რომ აი რაღაცა 100% მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იყოს ბუნებრივი ქსოვილი ძალიან რთული ამოცანაა ჩემთვის რომ სიჭრელე რა ეს ორნამენტიკა კი ეს სიჭრელეც კი რო ქართულ ტრადიციულ სიჭრელესთან იყოს მიმსგავსებული და არ იყოს უბრალოდ ლამაზი ვარდებიანი აბრეშუმის სამოსი ანუ აი ეს ცოტა მიჭირს რომ პირველი იყოს ქართული იმიტომ რომ სიჭრელი აქვს ორნამენტიკა ეს ამანის ფორმები ეს ზოლ ქართულ სუფრაში რაც ხდება ეს უნდა ქმნიდეს ამ ქართულ იერთო საბოლოოდ როდესაც მყიდველის ხელში მიდის
ან თუნდაც კოლექციას ათვალიერებს, ხო? აი, რამდენად მათთვისაც გაზიარებადია რაღაც ის ძვირფასი, რაც ამ სამოს მოყვება და რას იძენს რეალურად თუ იცის, საიდან მოდის და ასე შემდეგ, რაღაც ესეთი თქვა. იცით, აი წეღანაც აღვნიშნა, რომ არიან ადამიანები, ვინც ძალიან ერკვევა, ძალიან აფასებს და ძალიან უნდა რომ კონდეს ზუსტად ის ღირებული. ანუ ის გათანამედროვებული არა, რაღაცა მივაწებეთ. ჩვენ ესე არ მუშაობთ, თუმცა მაინც ეს მარტივი არ უნდა ეს ჩვენ გვაქვს ახალუხი, რომელიც ღილკილოები შენარჩუნებულია, მაგრამ ახალუხის შიგნით არის ღილი, რომ მარტივად შეიკრა ხა იმის შეკროცა და რთულია, ხო, 45 წუთი პერანგს რო იკრავ არ გვინდა და ამიტომ ეს ღილები არ მინდაო ღილიო, მინდაო რომ აი ეგრე შევიკრავ, აი როგორც ჩემი დიდი ბაბუა იკრავდა 45 წუთი იდგა და აი მანჟეტებს იკრავდა. ანუ ესეთი დამკვეთებიც არიან და ვაფასებ როგორიც და გულს და სულს და ისედაც ყველაფერში გულს და სულს და მაგრამ ეგეთ დამკვეთთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ იმან იცის რა ამის ხიბლი და ამის და სწორედ ის უნდა რომ შეიგრძნოს, ხო, ეგ უნდა რომ შეიგრძნოს და მე პირადად ჩემთვის მაგალითად ხევსურული ორნამენტიკა ეს ნაჭრელა რაც არის, ნაჭრელა ვინც არის ეს არის ორნამენტის და ფერის თანხვედრა ერთად რა. ეს არის აი ალბათ მსოფლიო მოდას რო გადაწონის ჩემთვის ისეთია, იმიტომ რომ ეს ძველი ჩვენი ფოტომასალა რაც შემოგრჩა, ყველა შავთეთრია სამწუხაროდ და ვუყურებ თუნდაც რა ლამაზია და ამ დროს იმის იქით ფერები არის, აი სასწაული და აი ეს ნაჭრელა სხვათა შორის ახლა ის მიიყო რა ქვია იუნესკო ხო წარმოიდგინეთ რამხელა წინსვლა არის რომ არა მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო ნაჭრელამ ანუ ხევსურულმა ორნამენტიკამ რა ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მგონია წარმატება და წინსვლა ხო და არაჩვეულებრივი ქალბატონი არის ქალბატონი მანა ნამჭედლიშვილი რომელიც აი ამას უდგას სათავეში და ხელით აკეთებს როგორ სასწაულ ორნამენტებს იცით რომ აი ამ ხელა ფრაგმენტი შევუკვეთე რამოდენიმე თვე აკეთებ და აი ამ ხელა ჩანართს და ძალიან ისეთი თანამედროვე ცოტა გიჟური პალტო გავაკეთე და უკან ამ წინიდან არის აბსოლუტურად თანამედროვე და უკან რო შეტრიალდები ამ პალტოს აქ ესეთი ჩანართი აპლისული თავის ხელნაკეთი ყაითნები ჩაქსოვილი ანუ ფრაგმენტი არის ძველი და ეს ნაჭრელა არის ჩადგმული აი ეს 15 სანტიმეტრიანი და აი ამაზე რომ მოდიან ჩვენთან შოურუმში სტუმრები ძალიან ბევრჯერ უცხოელები მეკითხებიან რომ აი ეს რა არის აი ამ პალტოს ატრიალებენ და ეს რა არის ანუ აი მივხვდით იციან რა ხარისხის ფასი დამიჯერეთ რომ ყველა მიცის უბრალოდ ხო ვინ წვება ამას ფინანსურად და ვინ ვარ კიდე უკვე სხვა ამბავია თორე ხარისხს მგონია რომ ქართველები ვაფასებთ და გემოვნება გვაქვს კი ნამდვილად ასევე ერთი ძალიან გასახარი ფაქტია რომ თქვენი პროდუქცია იყიდება Amazon-ზე ილოცავთ და მაინტერესებს როგორ გაიარეთ ეს გზა და ასევე ქვეკითხვა მაქვს რა არის ყველაზე მოთხოვნადი ვინ ყიდულობს და რა არის ყველაზე მოთხოვნადი დავიწყეთ აქსესუარებით მხოლოდ აქსესუარებით შევედით და მოთხოვნიდან გამომდინარე სხვათა შორის დაგვიმატეს ან წამოვიდა მოთხოვნა უკვე რომ უნდა დავამზადოთ კოლექცია სამოსის და ჩაეშვას აი ჩოხა კლასიკური ავთენტური ახალუხი და ასე შემდეგ თუმცა ამ ეტაპზე ჯერ არა მხოლოდ აქსესუარებია ნუ ძალიან დიდი ეტაპები გავიარეთ ახლა ვინც იცის დაახლოებით Amazon-ზე მოხვედრა რას ნიშნავს აღარ განვავრცობ რომ აი 6 თვიანი დაახლოებით აი ესეთი ლუპით რო გაკვირდებიან აი ესე არის პროცესი პროცესი არის ჩვეულებრივი ეს არ არის გამარჯვება Amazon-ზე მინდა და მოგწადით არა რა თქმა უნდა 11 წლის მანძილზე ვიკრებდით ალბათ იმ გამოცდილებებს რომ აი ესე საერთაშორისო ბაზარზე ამ ხელ პლატფორმაზე გამოუჩენილიყავით თქო რა იმიტომ რომ ხა საქართველოში ყველას უყვარს ჩოხა და ყველა მიცის თუმცა მოერგო იმ სტანდარტებს რა სტანდარტებსაც იქიდან ითხოვენ და აიწყო თქვათ მათ ნაბიჯებს და ბეჭედი დაარტყან ეს უკვე წარმატება ქვეყნის. ნამდვილად ჩვენ ქვეყნის წარმატება, ნამდვილად. საიდან მოდის თქვენი ინსპირაცია? ეს აი აქსესუარების მხარესაც რო გითხრათ, რამდენი? კი ბატონო, აქსესუარების ესკიზებს სხვათა შორის არ ვაკეთებ. აქსესუარები მე საერთოდ ზოგადად აი ისედაც რო ვხატავდი ხოლმე, რომ მქონდა ამის ფუფუნება და დრო. რომ ვხატავდი, არასდროს არ ვიცოდი რას ვხატავდი, ანუ ფურცელი მე და ვიწყებდი და რასაც ვიწყებდი, საერთოდ სხვა რაღაცას ვასრულებდი. ანუ არ მიყვარს წინასწარ დაგეგმვა ცხოვრებაშიც ესე ვარ სამწუხაროდ ანუ მინუსია ეს არ ვთვლი რომ პლუსია და ასე ვარ ესკიზებში არასდროს არ ვიცი რას ვაკეთებ ანუ შემოქმედებითაც სულ ვარ მკერავების თავთან საკერავ მანქანასთან და სულ ვიძახი
აი აქედან არა, აი აქედან არა, აქედან. ანუ რაც იდეაში მაქვს წარმოდგენილი, რომ მინდა რომ გავაკეთო, ბოლოს მაინც სხვა რაღაც გამომდის რა. პროცესში მოდის ეს. ძალიან ჩართული ვარ, ხო? ეს არის შემოქმედებითი, ჩემთვის ყველაზე მაგრად რითიც ვიკვებები არის ეს, რომ შემოქმედებითად ვარ მაქსიმალურად ჩართული და ბოლოს შტრიხებს ყოველთვის მევაკეთებ. აი თქვა ქართული სკაბა სასცენო შეიკერა და გულს მიტოვებენ. და ხელს. აი ვჯდები და მცალია ბავშვი მყავს გამოსაყვანი თუ აი რაც არ უნდა აი ვიჯდები და ნემს რო უყლით აი ეს ვიწყებ კერვას და აი ყველა არც ერთ მოდელს არ ვიმეორებ ანუ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მგონია არ ვიცი ფაფანაკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ის არის რომ არ ვაკოპირებ ანუ დამკვეთს რომ რაღაცას გავატან მეორე დამკვეთს იდენტურს არ ვატან ეს ურთულესია აი ეს არის თითქმის შეიძლება გულისპირი ბევრი შეიკერა ესეთი სიტყვაზე ესეთი ტექნიკით რამოდენიმე მოხდა მაგრამ აი ადამიანი რომ მოდის და გეუბნება რომ ქართულს ცეკვავ და ვდგევარ სცენაზე ქართული სკაბას რა უნდა გაუკეთო თეთრი კაბაა ხო მაქსიმუმ რაღაც გაწყობაში შეიტანოთ ყოველ ჯერზე ანუ აი ეს არის ჩემი სტიმული რომ აი ამ საქმეში აი ესე ვარ რომ აი არ მინდა რომ გადავაკოპირო თან ეს ვიცით ქართველებმა მოიტანენ ფოტოს აი თქვენ რო კაბა შეკერეთ ესეთი მინდა არა ესეთი აღარ გინდა იმიტომ რომ ესეთი უკვე აცვია თა მე ვქონდა ეგეთ შემთხვევებს ხათ რამდენიმე შეკვეთა მქონდა სიმღერის და აი ესეთი გვინდაო ჩვენც ხო და ხო არის ეგეთი რთულია რადგან ვაჭრობასა და სასურველი ნივთების შეძენაზე ჩამოვარდა საუბარი მინდა მაყურებელს გაუზიარო ინფორმაცია ჩვენებური პოდკასტის მხარდამჭერის კრედო ბანკის შესახებ რომელიც მომხმარებელს მუდმივად აძლევს შესაძლებლობას მასზე მორგებული პირობებით ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით და სერვისებით მოქნილად მარტივად და შეღავათიანად და ხარისხიანად. აუცილებლად. მართლაც ჩვენ თემასთან გამახსენდა სწორედ ასეთ სიტუაციებში, როცა ასეთი საოცარი რაღაცის შეძენა გვინდა ყველას გქონია ალბათ ისეთი სიტუაცია, როცა არ ყოფნის თანხა, ბიუჯეტი და ასეთ გამოსავალს სწორედ ასეთ გამოსავალს ერთ-ერთ გამოსავალს თავაზობს კრედო ბანკი თავის მომხმარებელს, ეს არის დაყავი, რომლის საშუალებითაც ყოველგვარი დანამატის გარეშე 8 თვის განმავლობაში შეგიძლია შეიძინო რაც გსურს და გადაანაწილო ღირებულება თანაბარ ნაწილებად. ამასთან ერთად მეტი სიმარტივისთვის, ვიდრე საშოპინგოთ წავალთ, შეგვიძლია MyCredo Mobile Bank-იდან დავიმტკიცოთ წინასწარ 8000 ლარამდე განვადების ლიმიტი, რომელსაც როცა ასეთ საოცარი ნივთებს აღმოვაჩენთ, მომენტალურად გამოვიყენებთ და შევიძენთ. თანაც დარჩენილი ლიმიტს არანაირი საკომისიო არ ერიცხება, რაც ასევე ძალიან საიმედოდ გაგრძნობინებს თავს და მადლობა ჩვენს წამდგენს კრედო ბანკს ამისთვის. ესე იგი რა შეგიძლია შეგიძლია. ტექნიკა, ავეჯი, ბიზნეს თუ აგრო საშუალებები, საგანმანათლებლო კურსები, მოგზაურობაო, აზე ხარ? ავტომობილის ნაწილები, გადაიხადო ჯანმრთელობისა და სილამაზის სერვისების საფასური და მრავალი სხვა. უკვე KIPS-ის QR-ით. QR-ს იცი რომ შენ KIPS-ის QR-ი ქვია? უკვე KIPS-ის QR-ი ქვია. რომლის დასკანერების დროსაც შეგიძლია როგორც გადაიხადო პირდაპირ გადახდის მეთოდით, ასევე დაყო 8 ნაწილად ღირებულება და შეიძინო მარტივად. ზუსტად. ნინო მე მაინტერესებს საქართველოში რომელი ხაზი ლიდერობს გაყიდვაში, რას უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, თქვათ აი სასცენო კოსტიუმებს, კლასიკურ ხაზს თუ თანამედროვე მოდელებს. სხვათა შორის სასცენო კოსტიუმებს მაინც ალბათ დავაყენებდი პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ანსამბლი არის საქართველოში და ბევრი წევრია და არა მარტო საქართველოში, ემიგრაციაში ძალიან ბევრი კარგი ქართულ ანსამბლებს ვაცნობთ და ეს ბავშვები აი ამ სამოსით და ამ ცეკვით იცნობენ თავის კულტურას და თავის ქვეყანას იყვარებენ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის პირადად. ჩემთვისაც და ყველასთვის ნამდვილად. კი ბატონო, ასევე ძალიან მოთხოვნადი არის გათანამედროვებული სამოსი, აი ბანკეტის თაობა ბავშვები მოდიან და მეუნებიან რომ უნდათ ბანკეტისთვის რამე ბიჭი აი წარმოგიდგენთ 16 წლის რომ მოდის და გეუბნება რომ რამე ეროვნული სამოსი ჩამაცვით ოღონდ ჩოხა არ მინდა რა ისეთი რომ ვიყო თანკაი ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ზუსტად ახალი თაობა რომ იტაცებს მაგ თაობისთვის რო ხარ მოსაწონი და სასურველი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მუცლად ყოფი ბავშვებისთვისაც შეგვიკერავს წარმოგიდგენ ჯერ არ დაბადებულა და დედა რო პირველად გამოსაყვანად ხო ასევე 100 წლის ბაბუს შევუკერეთ ჩოხა იუბილეზე ანუ აი ძალიან მოთხოვნადები ვართ მე მგონი კარგი შინაარსის საქმეა რა პირობა მომიცნო მე 8 წელს გავხდები შემიკერავთ
აუცილებლად. ორნამენტი ან დეტალი რა არის ისეთი, რაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია, რის გათანამედროვებასაც კიდევ და კიდევ უფრო აგრძელებთ, ამვითარებთ და 2-3 სიტყვით ამ ულამაზეს მოდელებზეც რომ გითხრათ. კი ბატონო, ორნამენტიკას როცა ახსენებენ, მაინც ჩემი გონება მიდის მთაში ყოველთვის რა, იმიტომ რომ ქართული ხევსურული ორნამენტიკაზე ნოყიერი არაფერი არ არის, მე მგონი არც ერთი ჩვენი ორნამენტი რო ამოიღოთ აი ნებისმიერი, აი თუნდაც მუზეუმიდან ქართულ ნაჭრელაზე მნიშვნელოვანი ორნამენტი არ არსებობს და თან ესეთი დატვირთვა აქ რელიგიური თითქმის ყველა ხევსურულ ორნამენტში არის ჯვარი, რაღაცა სახით. ნამდვილად. კუთხე ჩანდეშება მთლიანად, ამიტომ არის რომ ხევსურულ სამოს სასცენოს რომ მიკვეთავენ და პაჭიჭებს, მათ შორის პაჭიჭე მუხზე, ქვემოთ ამ წვივზე ამოსაცმელი. იქ არასდროს არ ვაკეთებ ხოლმე იმ ორნამენტს, სადაც არის ჯვარი, იმიტომ რომ აი რაღაც მუხზე რო ეცემი და ის ჯვარს რაღაც არ არის და ვცდილობ ხოლმე რომ აი აქედან ამოვიღო. თუმცა ყველა ხევსურულ ორნამენტში არის ჯვარი და ამიტომ იყო რომ ყოველთვის ქონა რელიგიური დატვირთვაც. ხო, აი ადრეც, აი საუკუნეების წინაც წარმოიდგინე ოჯახები, აი რაღაცას რომ მოქარგავდნენ და აი ამ ნაქარგს დაურთავდნენ სამოს, ყოველთვის იცოდნენ რომ ხო უფალი იცავდა რა, ის მეომარი იყო თუ ჯარში მიდიოდა თუ ომში მიდიოდა თუ რაც არ უნდა ყოფილიყო მათთვის სასურველი დღე. ყოველთვის აი ეს ჯვრის ფარველობა ქონდა ხოლმე აი ამ ორნამენტიკას რა, ძალიან ისეთი დიდი ისტორიის მატარებელია ჩვენი ეროვნული სამოსი და ამიტომ ყოველთვის გამოვარჩევ მაინც ხევსურულ ნაქარგობა ნაჭრელას. და მაინც მე ამ მოდელებს თავს არ დავანებებ, სანამ არ გვიამბობთ მათ შესახებ, საიდან მოდის, რა დევს ამ ყველაფერში და იმიტომ რომ საოცარია ნამდვილად და ძალიან მაინტერესებს. ოღონდ ეს არის გულსაბნევი. ეს არის გულის პირი. არა და როგორ კი, არა. მინდოდა რომ ერუდირებული ყოფილიყავი, მაგრამ მეორე მოსვლაზე უკვე გეცოდეთ. აუცილებლად. ეს არის გულის პირი. ხამ პიჯაკზე არის რამდენად, მაგრამ ჩვენი ბესტსელერია რა, აი მე მგონი ყველას აქვს. ულამაზესია. ოღონდ აქაც ვცვლი ფორმებს, ფერებს, აი ამ ჩაფრასტებს, ეს რკინის ხელნაკეთი დეტალებია. ეს არის სვანეთის მუზეუმიდან აღებული ქართული ქალის, სვანი ქალი, საერთოდ სვანებს აქვს სასწაული უნიკალური ნაკეთობა ზოგადად რა, მას ვერცხლში. და აი ესეთი გულისპირები აქვთ დაცული მუზეუმში, იქ კონკრეტულ შემთხვევაში ბორდოსფერია და ბორდოსფერიც მქონდა გაკეთებული. აი არ ვიცი, ნუ რა ნაკეთობა, არ ვიცი, ხა ეს იმასთან არაფერი არ არის, თუმცა ეს არის ზუსტად მორგებული აი ამ გათანამედროვებულ ყოფას და აი ნებისმიერ სამოსზე, ჭრელ სამოსზე, თეთრ პერანგზე, პიჯაკის შიგნით, აი ყველაფერს უხდება და ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ესეთი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ძალიან მოთხოვნადი აქსესუარია, რომელიც აი რო შეხედა ვიცი რომ ფაფანაკია. ვიღაცებმა კი ცადეს რაღაცები, მაგრამ მაინც იცი რომ ფაფანაკია. კი, ნამდვილად. სხვა შეიძლება მე მაინტერესებს, რომელია ყველაზე რთული კუთხე საქართველოსი კოსტიუმების მხრივ. შესაკერად. ნუ მაინც ხელსაქმეს თუ მოვიაზრებთ, რა თქმა უნდა, მთა თუშეთი, აუცილებლად, ხევსურეთი და თუ მოვიაზრებთ უფრო აი პროფესიონალურად თარგის ამოყვანას, მაინც ჩოხას ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩოხაში იმდენი ამბავი ხდება, რომ აი მე არ მეგონა გეუნებით, აი ყოველ წელს ვიზრდები ამ ჩოხასთან ერთად რა. არ ვეშვები. არც მე და კონსტრუქტორი მყავს არაჩვეულებრივი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ქალბატონი და თვითონაც აქ ინტერესი რა აი ნინო, აბა ეს ხო არა, ის ხო არ იყო, ეს ხო არ იყო, აი ვიკვლევთ ბოლომდე და როდის ამოვხსნით ბოლოს არ ვიცი, აი სასწაულია და ძველ ქართულ ფილმებს რო უყურებ, იმ დღეს უყურე სამანიშვილის დედინაცვალს, იქ ჩოხაი არასდროს ამ თვალით არ შემიხედავს, აი ხლა კიდე რაც ფაფანაკი მაქვს, კიდე სხვა თვალით უყურებ. სასწაული და აი სუ პაუზებით უყურე რომ ფრაგმენტები ამომეყო რა ვქნა ესე ვიზრდები. ყოველთვის ამბობენ რომ ქართული სამოსი ერის იდენტობის ნაწილია, ხო? თქვენი აზრით ფაფანაკი რა როლს ასრულებს აი ამ იდენტობის შენარჩუნებაში? იმდენად მნიშვნელოვანი შინაარსის საქმიანობას მოუკიდა ხელი და იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ
აი სულ ვამბობ და ვთხოვ ყველას, რომ თუ ვინმე გადაწყობს, რომ გააკეთოს ეროვნული სამოსი, გააკეთოს აი ესე გახსნას და ჩაიხედოს თავიდან ბოლომდე რა, აი ხუდზე მასრების მიკერებით ეროვნული სამოსის აი შეურაცხყოფას, აი უბრალოდ არ შეიძლება, რაღაცები არის, რაც არ შეიძლება რა და ეს ის არის, რომ აი მაქსიმალურად უნდა ეცადოს ყველამ, რომ თუ ამ საქმეს ხელს კიდებს და მე ძალიან მიყვარს ზოგადად ჩემ ხასიათში ზის, რომ მომწონს, როდესაც ჩემზე ძლიერია, ჩემზე ლამაზია, ჩემზე ნიჭიერია, აი ეგეთ ადამიანებთან უფრო მსიამოვნებს, თუნდაც კომუნიკაცია, თუნდაც კონკურენცია ეს უფრო მზრდის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სწორედ უნდა მივიტანოთ რა, ძალიან მეტნაკლებად ცოდნით, მეტნაკლებად მონდომებით, გემოვნებით, სიფრთხილით, აი ეს ყველაფერი, ეს კომპონენტები ძალიან აუცილებელია, რომ სწორედ მიიტანო და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი წეღანაც ვახსენე, ის და მიუხედავად ფაფანაკი ყოველთვის მოთხოვნადია ყველასთვის, მუცლად ყოფისთვისაც და 100 წლის ბაბუსთვისაც. კი, ნამდვილად ესეა. არის სასურველი. ხო, ერთი რაღაც მინდა ვთქვა, მე ბავშვობაში ვიყავ მოცეკვავე, არ მეტყობა, მაგრამ ცეკვავდი კაცო 4 წელი. და აი რომ ვიხსენებ, ყოველთვის ეს ბნელი 90-იანები იყო, მაგრამ მე მინდა მადლობა გადაგიხავთ კიდე იმისთვის, რომ ესეთი ხარისხი ამის არ იყო კი არა, იყო რაღაცა კატასტროფა და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ხარისხიანი და მართლა მსოფლიო დონის ნამუშევარი. და ეს ჩვენ პატარა თაობას იმას კი არ ვანახებთ, უბრალოდ როგორი იყო, ან ფოტოზე, ან ისე უბრალოდ. არამედ ვანახებთ ისეთ ხარისხს, რომელიც მართლა არის შესაშური და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან ბევრშრომობთ ამისთვის, რომ ეს ხარისხი მივიღოთ და მინდა რომ თქვა რაღაცა პატარა ეს გავაჟღერო თუ არის ამის შესაძლებლობა. ინფორმაცია ჩვენს გვერდზე კი ვდებთ ხოლმე, მაგრამ თქვენის მეშვეობით უფრო მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ნუ ჩვენი პროდუქცია არ არის რაღაცა ძალიან ძვირი სიამოვნება. არის ძალიან სტაბილური, ნორმალური ფერისი ხარისხთან და არც იაფი, მაგრამ არც ძალიან ძვირი. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც აქვს ამის შემოსვლის სურვილი და არ აქვს ამის საშუალება. ჩვენ გავაკეთეთ ესეთი პროექტი გაეცი სახელად და გავაჩუქებთ სამოს, რომელიც ჩვენ ვაქირავებთ კიდეც და აი უკვე რომ აღარ გვჭირდება, ან თქვათ რაღაცა ფერში აცდენა არის, ვერ ვაკომპლექტებთ და ასე შემდეგ. ვჩუქნით ჩვეულებრივად. ასევე გვაქვს ხო საქორწილო მეფე-პატარძლის კომპლექტები, რომელსაც გავართხოვებთ უსასყიდლოდ. ანუ ვიღაცა შეიძლება ძალიან უნდა რომ ეროვნული სამოსი ეცვას და არ აქვს ამის შესაძლებლობა რომ იქირაოს თუნდაც, იმიტომ რომ ქირაც გარკვეული თანხა ღირს. რა თქმა უნდა. ამიტომ ფაფანაკში მოსულ ადამიანს გული არ დაწყდება, რომ აი მინდა ჩოხა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ბრავო, მართლა. ხო, კაია. ძალიან მაგარი შესაძლებლობა. აი რაღაცნაირად ერთგვარი გამოწვევა მინდა, რომ იყოს ყველა კომპანიისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნული სამოსის იქნება თუ ის რაღაცას ხო ვქმნით ჩვენ და მარტო იმის ხო არ ვქმნით, რომ რაღაცა შემოსავალი და რაღაცა სახელი მოვიპოვოთ და ადამიანური ფაქტორებიც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების ჩვენი თავისთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანების თვის იქნება ეს ყველაფერი, რომ ისე მათ მივანიჭოთ ბედნიერება და სიხარული. ძალიან მაგარია და იმედია, რომ ბევრისთვის იქნება ეს გამოწვევა. ვიწვევ ყველას. ისე თუ გონიათ, რომ ეს ქართული ტრადიციული სამოსი გახდება მსოფლიო ტრენდი. სხვათა შორის ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავით, მოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით ალბათ 50 ბაიერი და ძალიან ცნობილი იქაურები, ახლა ჩვენთვის ნაკლებად, თუმცა იქიდან ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურები. მე პირადად მთხოვეს, რომ წამეღო ავთენტური სამოსი, წამეღო გათანამედროვებული და ანუ რამოდენიმე მიმართულება. ყველაზე მარტივ ახალუხს მოკიდა ამ კაცმა ხელი, აი რაღაცები წავიღე, აი ჩაქსოვილი ოქროს ზაფები და საერთოდ არ შეხედა და მოკიდა უმარტივეს სტილოს ახალუხს, რომელსაც აი ეს ყელი, ეს მანჟეტი და ეს ღილკილოები ქონდა შენარჩუნებული. დანარჩენი იყო ჩვეულებრივი პერაგე ჯინსზე და მასე ესპადრელებზე ჩასაცვა. კაცი შეიშალა, ანუ აი ყველაფერი გაწია და აი ეს აიღო და აი ეს უნდა დღეს მსოფლიოსო რა. ეს სიმარტივე და ეს პლუს ავთენტურობაო, აი ეს მიქსიო, აი ეს არისო, რაც გვჭირდებაო. ზუსტად ეს მაინტერესებდა, ნინო, აი რამდენად
არის შესაძლებელი, რომ ფაფანაკი თუნდაც ჯინსზე მოვიცვათ და სამსახურში წავიდეთ. იქნება ეს ზედმეტად ექსტრავაგანტული თუ პირიქით, სწორედ ეს არის აი ამ მიმართულების ხიბლი, რომ ეს ჩვენ ყოველდღიურობაში შემოვიდეს, როგორც casual, როგორც უწოდებს. როგორც ძველი ბერძნები იტყვნენ. ეხლა რაც აქ წარმოდგენილი მაქვს, ეს კიდე სხვა ჟანრია, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენს გვერდზე თუ შემობრძანდებით და დაათვალიერებთ, არის საქარჩევანი, ზუსტად ჯინსზე გათვლილი, ზუსტად თანამედროვე სტილზე გათვლილი და ძალიან ფრთხილად და ეს რაღაცა გლობალურად მორგებულ ნიშაზე არის. აი, ზუსტად ის ფრაგმენტები ამოკრეფილი, რაც აი ამ თანამედროვეობას ჭირდება და ის რაღაცები ჩამოტოვებული, რაც დაამძიმებს რა თანამედროვე სამოს. და მოთხოვნადია საკმაოდ. გასაგები ხო, ალბათ აი ზუსტად ეს არის, რომ თუნდაც პატარ-პატარა დეტალებით რომ შემოვა ჩვენ ყოველდღიურობაში, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს და ყაბალახი არის ჩვენი, არ ვიცი, აი ძალიან დიდი მოთხოვნა ყაბალახებზე და ზუსტად ყოველდღიურობაში არის ჩვენი ყაბალახი. ყოველდღიურობაში გამოიყენე. მე მაგალითად ძალიან ცეთი ელექტრონულ ფესტივალზე ელექტრონულ ხო წარმოგიდგენია როგორი სივრცეა, როგორი დრაივია და ტიპები რა დღეში არიან და აი ჩვენი ყაბალახით 1-3 ბიჭი აი ვიღაცა რა უცხო აი გარბოდა და პლუს წაკრული თავზე რა და ეს არის რომ აი ხვდები რომ ისეც აკეთებ რომ თან ამ თანამედროვე სივრცეს ერგები რა ამაზე მეტი თანამედროვე სივრცე რა არის ახლა ელექტრონული რა თქმა უნდა მუსიკის ფესტივალის გარემო ისეთი ოპონენტები თუ ყოლია თვისაც პირიქით გაუპროტესტებია ეს ტრადიციული დეტალების გამოყენება. მე აიცი რა როგორი მადლიანი საქმეა, იცით რომ აი იმასაც კი ვფიქრობ რომ ნუ თუ აი ვიღაცა ხო შეიძლება რომ გებრძოდეს. აი ხო არის რომ აი შენ მოუკვდიდე და შენ ეს რა მიგიკერები. აი ეგეთი არავინ არ არის. რა კარგია. 1-2 იყო რომ ნუ შეგჭამესო რა მე საერთოდ ქალებზე ჩოხას არ ვაკეთებ რა აი ვიღაცამ თუ ძალიან მთხოვა შეიძლება რაღაც გაუკეთო მაგრამ ისე ქალზე ჩოხას არ ვაკეთებ აი მასრები არ მიყვარს ქალზე მაგრამ ნუ მთხოვა ერთმა უცხოელმა რომ აი გეხვეწებიო ძალიან მინდაო და პალტო შევკერე ძალიან ლამაზი სამასრეებით 78000 კომენტარი იყო თქვენ გაიხარეთო და 1 იყო თქვენო ცოტა ხანშიო ვატყობო რომ კაცს გამოიყვანთ კაბითო და თქვენ გვართმევთო ქართულ 1 იყო და მე რა ხდებოდა იცი ის სხვა 78000 იმასე ჩხუბებოდა და მეთქი დაანებეთ ანუ 1 არა მადლობა ღმერთს რომ 1 კი რა თქმა უნდა არ აქვს ამის უფლება რომ ესე ფიქროს რა პრობლემა კი და თუმცა ვაღიაროთ ისიც რომ კონკურენციაშიც ალბათ არ არის მარტივი შეხვიდე ამ ყველაფერში და მე მაგითო გამოვიდი ბიზნესში ესეთი პასუხისმგებლობა როგორიც არის ესეთ საუცხო ექსპონენტების შექმნა მით უმეტეს რაზეც თქვენ საუბრობთ, როგორც სიღრმისეულად სწავლობთ ამ ყველაფერს და ეს არ არის რაღაც ფანტაზიიდან მოსული. სიამოვნებით შეგახსენებთ, რომ ჩვენებური პოდკასტის მხარდამჭერი არის MyCredo. MyCredo-ს ინტერნეტ და მობაილ ბანკი გთავაზობთ სერვის დაყავი. ეს არის დაყავი და რაც ნიშნავს, ახლა მე დაყავი თუ მიხვდები. სწორედ ნიშნავს, რომ დავყოთ გადასახადი თანხის ღირებულება 8 ნაწილად. ნამდვილად. ესე იგი დაყავი არის გადახდის წარმოუდგენლად მოქნილი შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია შეიძინო რაც გსურს, გადასახადი კი გადაანაწილო 8 თვემდე, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. ნინო, დავუბრუნდეთ ჩვენს თავარ თემას, რა იქნება ის თავარი მესიჯი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ მიზნად, რომ ეს ტრადიციები გააცოცხლონ, იქნება ეს სამოსში თუ სხვა მიმართულებით და ასევე იმ ადამიანებს რასაც წოდით, ვინც ფაფანაკს ატარებს. რჩევას მივცემდი და ვთხოვდი რა, აი ეს მოკრძალებულად, რომ აი ყველაფერი კერეთ, ხალხო ყველაფერი გააკეთეთ, ოღონ როცა ეროვნულს ეხება, ცოტა მეტი სიფრთხილე გვმართებს ყველას, მეც და მათ შორის ადამიანებსაც და ვუსურვებ წარმატებას თუ ამას გააკეთებენ ღირსეულად, ხარისხიანად და ჩვენთვის შესაფერისად ქართველებისთვის როგორც შეგვეკადრება და ეკადრება ჩვენს სამოს მე მათი ფანი ვიქნები პირველი. მადლობა თქვენ ამ დამოკიდებულებისთვის პირველ რიგში და რა უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც ფაფანაკს ატარებს. მადლობა. ადამიანები ქმნიან ბრენდს.
მე არ შემიქმნია ბრენდი და არც ჩემ მეუღლეს იმის მიუხედავად რომ მთელი ჩვენი ენერგია ჩავდეთ ამ საქმეში ადამიანებმა შექმნეს ფაფანაკი ანუ ფაფანაკის ბრენდი ჩამოაყალიბა ჩვენმა მომხმარებელმა და მე ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ რომ ათასობით თუ რავი უკვე 10,000-ობით ადამიანიდან ალბათ არ მახსენდება რომ ვინმე გულნატკენი გასულიყოს ჩვენგან კი შეცდომები მოხსლია რაღაცა ხარვეზი დაგვიშვია მაგრამ ისეთი დამოკიდებულებით და ისეთი მეგობრული ურთიერთობით და ისეთი პროფესიონალიზმით ვცდილობთ რომ მიუდგეთ საქმეს რომ არასდროს ფაფანაკის კარით 11 წლის მანძილზე არავის არ მოუჯახუნებია რომ მე აქ მომსვლელი არ ვარ რა და ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია. გულით და სულით გისურვებთ წარმატებას და დარწმუნებული ვარ 10 წლის მერე არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზეც ძალიან აქტუალური იქნება ეს საოცრება. დიდი მადლობა. და უცხოელებსაც, ემიგრანტებსაც ხშირად შევხვდებით თქვენი სამოსით. გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა წარმატებებს. ბედნიერად. ჩვენი პოდკასტის მეორე სტუმარი კი იქნება ადამიანი, რომელიც ქართული მოდის ინდუსტრიაში ყოველთვის ასოცირდება სიტყვასთან ინოვაცია. ასე რომ დაგველოდეთ და გვიყურეთ. ჩვენი პოდკასტის შემდეგი სტუმარია დიზაინერი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, უნიჭიერესი ავთალდით სკვეტენიძე და ძალიან მიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად და მართლაც მე ვამაყობდი და ვიამაყებ სულ იმით, რაც თქვენ გააკეთეთ ქართული მოდისთვის, საქართველოსთვის, რომ თქვენ იყავთ პირველი ადამიანი, ვინც საქართველოს მოდის სახელი გაიტანა საზღვრებს გარეთ. ავთანდილ მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. გვაინტერესებს თქვენი ხედვა, რას ნიშნავს და როგორ შემოვიდა ტექნოლოგიები დღეს მოდის ინდუსტრიაში და თუ გაგიმარტივათ თქვენი საქმიანობა. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი ფაბრიკა, სადაც ვამუშავებ ქსოვილებსაც და რა თქმა უნდა ვამუშავებ თარგს. ხელი შეგვიწყო, რა თქმა უნდა, არსებული თარგის გადამრავლებაში. ეს ხელით აღარ კეთდება და უფრო იდეალურად მრავლდება ზომებში გულისხმობ. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ, აი გვირისტის გარეშე ისეთი აპარატები არსებობს, შეიკრას პიჯაკი, ან ნებისმიერი ნაწარმი, ანუ შეიყვანო შენი ესკიზი და უბრალოდ აი იმ ფორმას მოარგებს, ასევე არის უთოები, რომელიც განსაკუთრებულ ფორმას აძლევს ქსოვილს და შეგიძლია ნებისმიერი თარგი ისე გააკეთო და მისცე ის ფორმა, რაც ადრე შეუძლებელი იყო, ან ძალიან უნდა გეწვალოთ, თუმცა ამ ყველაფერმა დააფასა მომხმარებელში ხელით შრომა. დიახ, იმიტომ რომ რაც უფრო რთული სქემით, რთული ქსოვილით იქმნება მოდელი, მით უფრო რთულად აღქმადია ის მომხმარებლისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მეტაპს გავდივართ, ჯერ მომხმარებელი დაკვირვების პროცესია. უფრო გაამართლა სხვათა შორის ამ ყველაფერმა ზამთრის კურორტებისთვის, რაც სამოსი იქნება, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო ამ შემთხვევაში, როცა თერმულად არის დამუშავებული ქსოვილი, გეცვეს ძალიან ბევრი და უფრო მარტივად სრიალებ და ორგანიზმი ერგება, კი არა და ქსოვილი ერგება ორგანიზმის ტემპერატურას და შენ უკვე მასში კომფორტულად ხარ და რა თქმა უნდა მოძრაობაც უფრო მარტივია. და ალბათ შეამცირა დროც და ადამიანური რესურსიც, ხო, ამ ტექნოლოგიებში. ხო, ადამიანური რესურსი, რაც საბოლოო ჯამში სანამდე მიგვიყვანს, არ ვიცით, ერთ მშვენიერ დღეს თუ გავიღვიძებთ და აბსოლუტურად არავინ არ ვიქნებით საჭირო, არ ვიცი რა გეგმა აქვს. სამყაროს ჩვენთვის, მაგრამ მე ვიღებ მაგაზე სხვათა შორის. ისეთ კარგ სიმღერებს უშვებს უკვე AI, რომ დიზაინშიც იგივეა, ინტერიერშიც იგივეა. მე ვიყავი ხა გამოფენაზე, სადაც აი ისეთი დანადგარები ვნახე, რისი აღქმაც ანუ აღმოჩნდა, რომ ჩემ ტვინს ამის აღქმა არ აქვს, იმიტომ რომ ანუ შენივე ესკიზით ისე მუშავდება ნამუშევრები, შედის რაღაცა აპარატში და გამოდის, იმაზე უკეთესი ვერსია და საბოლოო ჯამში არ ვიცი ეს კარგია, ცუდია, ალბათ კითხვები არსებობს. კი, მესმის. მაგრამ მე ჩვენი ადგილი არის დედამიწაზე თუ არა, აღარ არის, ან ძალიან მაინტერესებს საბოლოო ჯამში. მაგრამ ალბათ ის ჩანასახი, რაც
მოდის ადამიანისგან, თუნდაც ის, რასაც თქვენ ქმნით, რაზეც თუნდაც ის ტექნოლოგია უკვე რაღაცნაირად განსხვავებულ ვერსიას, ან უფრო გადასხვაფერებულს ქმნის, სადღაციდან ხო აუცილებლად უნდა დაიბადოს. ეს ადამიანური რესურსი ალბათ არასოდეს არ მოკვდება და შეგვიძლია დღეს შეიყვანო, ვთქვათ, რამოდენიმე დიზაინერის მოდელი მოგწონს, ხო? შეიყვანო პროგრამაში, ის შეგიერთებს ამის საუკეთესო ვერსიას. გამოიყვანს რაღაც იდეალური იქნება. იცით რა არის, დღესდღეობით მოდა განიცდით საკმაოდ სერიოზულ კრიზისს. ეს მარტივი სქემა არ არის. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი სტაგნაცია მიდის, ოვერდოზია აბსოლუტურად. ტანსაცმლის და არა მოდის. ანუ ძალიან ბევრი ტანსაცმელი გაჩნდა. მოდა კიდე სხვა რამე არის. თუმცა ეხლა წელს რაც მოხდა, სადღაც 21 ახალი დებიუტი იყო მსოფლიო ბაზარზე ყველაზე სერიოზულ წამყვან სახლებში. ეს არ არის, ვთქვათ, დამწყები ბრენდები, ეს არის Chanel-ი, Dior-ი, Hermes-მაც კი გამოცვალა თავის დიზაინერი. ეს იმის მანიშნებელია, რომ სადღაც ყველაფერი პანიკაშია. სადღაც ისე არ ვაჭრობს. სხვათა შორის ამ დიზაინერებმა ამ სახლებისთვის იმის გარდა, რომ ახალი ხედვით შესთავაზეს კოლექციები, ძალიან ბევრი ხელით ნამუშევარი გამოიყენეს. ანუ უკვე ლუქს სეგმენტში ხელით ნამუშევარი უფრო ფასობს. უფრო მეტ ფასეულობას იძენს. კი. ეს ნელ-ნელა გამოიწვევს გაიაფებას ტანსაცმლის გულისხმობ ტექნოლოგიურად დამუშავებული ტანსაცმელი, იმიტომ რომ შესაბამისად ერთჯერადი ხარჯია, ხო, დანადგარის და შემდეგ უკვე ადამიანის რესურსში აღარ იხდი ამ ხელფასების სახით თანხებს. შესაბამისად ეს სეგმენტი გაიაფთება და პირიქით ხელით ნამუშევრები გაძვირდება და გადავა ლუქს სეგმენტში. მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, ხა მე ვერ გეტყვი უახლოესი 10 წლის გეგმას ვერ დავდებ, მაგრამ აი იმ ტენდენციას, რასაც ვხედავ, მოთხოვნილება უფრო ხელით ნამუშევარზე. უფრო ფასეული ხდება. ნამდვილად. მე მაქვს ასეთი კითხვა, რა გაძლევთ ინსპირაციას ამდენი წლის განმავლობაში, რომ არ გაჩერდეთ და ფეხი აუწყოთ თანამედროვეობას, თან შეინარჩუნოთ თქვენი სტილი, თქვენი ხელწერა. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ყოველთვის მეგონა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხედვები მქონდა. ნებისმიერ დროს შემეძლო რაღაცა ესკიზი გამაკეთებია ეს ან რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობიდან აღფრთოვანი, ან უბრალოდ კარგ ხასიათზე ხარ, ან უბრალოდ ადამიანები აღმოაჩინე ისეთი, რომლებმაც აი ვთქვათ, არა შენს ლოგიკაში ჩამჯდარი სტაილინგი დაგანახა და აღმოაჩინა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ნებისმიერ ქვეყანაში დიდხანს კაფეში ჯდომა. და დაკვირვება ადამიანების და ისინი ძალიან მაგარ ენერგიას გაძლევენ, იმიტომ რომ შენთვის დაკვირვების პროცესში წარმოიდგენ და შენი დანახული ცხოვრებით აცხოვრებ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ ნახე რას გაძლევს ის ადამიანი ვიზუალს, ხო? და შენ სადღაც ფიქრობ, რომ აი ესეთი ჩაცმული ალბათ გალერეაში მუშაობს, მხატვარი ხომ არ არის, ეს აუცილებლად ბუღალტერია, ამას სერიოზული თანამდებობა აქვს და უბრალოდ გამოიქცა ხა, ან დრო არ აქვს და უბრალოდ ეს არის მისი უნიფორმა და აცვია მაღალი კატეგორიის თქვათ პიჯაკი და შარვალი. ყოველთვის როცა გონებას ამუშავებ, ყველა განხრით ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც იდეა მოგივიდეს. ასევე ძალიან მიყვარს ჩაღრმავება დიზაინერებში. ანუ ადრე მაგალითად აი უფრო ჩანდა Dior-მა გამოიგონა მაგალითად ახალი სილუეტი, ხო? New look-ი, პიჯაკი გამოყვანილია და აი აქ ბასკა აქვს. იმ პერიოდისთვის ეს იყო აი რაღაცა მოვლენა. დღეს რა ვიცი, ბასკით კი არა რა ორბლებით მხრებზე გაკეთებულია უკვე. კი, ნამდვილად. დღეს შეინარჩუნო დიზაინერმა სახელი აქტიურობა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ძალიან დიდია ბაზარი ყველა საფასო პოლიტიკაში. ნამდვილად. ოვერდოზია ძალიან დიდი და იყო სეგმენტებად, რაღაც პერიოდი იყო ჩაშლები კორნერებად. ანუ ვთქვათ სეზონია, ხო, ჩვენ ადრე ვაკეთებდით ორ კოლექციას, გაზაფხული შემდეგ დაიწყო ამის ჩაშლა, ანუ პრეკოლექციების. შემდეგ კიდე ჩაშლა, რომ აი მოდი ეხა ვარდისფერია მოდაში. მოდი ეხა
ბალეტქორია მოდაში, იმიტომ რომ ადამიანს რაც შეიძლება მეტი აყიდინო. ეს ყველაფერი მარკეტინგია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიდის ციფრებთან. ნამდვილად. დღეს როცა შენ ნებისმიერი ბრენდი რო გიყვება, რომ ინსპირაცია იყო, თქვათ ქალი, რომელიც განიცდის, რომელიც თქვათ ძალიან ბევრს მუშაობს და აი აქედან გამომდინარე გააკეთა პირობითად რაღაც განსაკუთრებული ფართუკი. ის ხო უნდა მოყიდოს. ნამდვილად. შენ ის ყიდის ისტორიას, რომ შენ ეს ფართუკი რაღაცნაირად სხვანაირად დაინახო. სინამდვილეში შენ როცა აღმოჩნდები აი ამ მაღაზიაში, ფართუკს ხედავ. გააჩნია რა სიღრმეებით ან რა კონცეფციით ცხოვრობ. ჩემთვის მაგალითად არსებობს ბრენდები, როცა აი იმ ისტორიის ნაწილი აუცილებლად მინდა რომ მქონდეს. მაქვს ძალიან ბევრი ნივთი წლების განმავლობაში სხვა დიზაინერების, რომელიც რატო ვიყიდე, აღარ მახსოვს. ვუყურებ გარდერობში, ან რას ფიქრობდი ამას, როგორ ჩავიცვევდი, მაგრამ იმ პერიოდისთვის აი იმ ემოციამ, იმ მოწოდებულმა, კარგად მოწოდებულმა ისტორიამ, თქვათ რაღაც კონკრეტული ნივთი მაყიდინა. ესეთ აგროვდა ძალიან ბევრი ნივთი, თუმცა გამოდის ეხლა რომ ძალიან ბევრი მათგანი ცოცხალი არ არის და კარგი არქივი მაქვს სახში. ასევე აღმოვაჩინე დიზაინერები, რომლებიც აი თქვათ 25 წლის წინ მაქვს რაღაც შენაძენი. იგივე ბრენდი დღეს იმ ხარისხს ვეღარ სვავს. დასწრაფდა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ლუქსის ესე მასმარკეტის რეჟიმში ჩაჯდომა. არ შეიძლება და ამან მოიტანა თავისი შედეგები სხვათა შორის. მას დღეს უწევს ბრძოლა და ებრძვის რასაც ეწინააღმდეგებოდა მასმარკეტს ნამდვილად. ანუ გაუტელდა რაოდენობაში. როცა ამდენი ლუქს მაღაზია არსებობს სოფლიო ბაზარზე და ყველა ქუჩაში, უკვე ყველა ჩიხში ერთი და იგივე სახელი ხდება, ის აღარ არის ექსკლუზიური ნივთი, ხო? როცა დაიწყო კრისტიან დიორმა და ორ პიჯაკს აკეთებდა და იქ ხელით ნამუშევარი იყო, ამ ისტორიას დღეს უკვე ყიდიან. უბრალოდ შემდეგ რამდენ აი ესეთ საოცარ იმაში მოყვა დიდი ბრენდები აღმოჩნდა, რომ ვთქვათ ჩანთა იკერება 30 ევროთ და იყიდება 7000 ევროთ. ეხა იყო ბოლო სკანდალი ლოროპიანას ეს ქაშმირი, აღმოჩნდა, რომ იმ ვიკუიას ბეწვით არ არის გაკეთებული და იყერება სადღაც 40 ევროთ. დღევანდელმა იგივე ტექნოლოგიურმა განვითარებებმა მოგვიტანა ის, რომ დღეს არსებობს ბევრი პლატფორმა, რასაც ადრე ეს ყველაფერი დამალული ინფორმაცია იყო. დღეს უბრალოდ აი ერთ-ერთ ხელოსან შეუძლია გაყიდოს მთელი შენი კონცეფცია და თქვას, რომ იცი რა არის. აი ჩვენ კერავთ ლოროპიანას, რომელშიც გვიხდიან 5 ევროს საათში, მაგალითად. ადრე ეს ინფორმაცია დახურული იყო, ნამდვილად. ხო, და მთელი ეს თორი შეიძლება ჩამოიშალოს ერთი. კი, აი ამ პლატფორმებს, ინტერნეტ პლატფორმებს, იმის გარდა რომ კარგს ბევრს აკეთებს, ძალიან ბევრი ცუდი მოაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი გააშავა. იმიტომ რომ მაგალითად ჩემი თაობა ესეთ თავშეკავებულ საუბარს არ არის შეჩვეული. ჩვენ უფრო გახსნილები ვიყავით, იმიტომ რომ გავიზარდეთ სულ სხვა რეალობაში. დღეს აბსოლუტურად ყველა სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი აბსოლუტურად ამ ახალ ეთიკაში ითვლება ბულინგად. და შენ შეიძლება არასწორი გამონათქვამის გამო ან შეფასების გამო უკვე უბრალოდ გაგაუქმოს ადამიანებმა და აღარ იყო და გაგაშავა. სწორედ ჩემი შემდეგი შეკითხვა აქეთ იყო მიმართული სოციალური მედიის განვითარებამ და დღეს იმ სურათმა, რასაც სოციალური მედიის გავლენის ქვეშ გვაქცევს, ხო, ნებისმიერ ჩვენთაგანს. მაინტერესებს რამდენად იქონია გავლენა ზოგადად კოლექციების შექმნის პროცესში, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ სოციალური ქსელებით, ხელსაწყოებით, AI-ის დახმარებით შეიძლება დღეს რაღაც დაკოპირდეს, ანუ ის გენიალური რაღაც რაც შექმენით აბსოლუტურად სხვა სახით წარმოაჩინოს სხვა დიზაინერმა და ასე შემდეგ. აი ეს რამდენად გიცვლით საერთოდ პროცესს მაგას უკვე დღეს შთაგონებას ეძახიან, ანუ შთაგონებულია და ინსპირირებულია, ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული დიზაინერით, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია მუდმივად რაღაც ახალი გააკეთო. ეხლა ძალიან ბევრი
ბრენდი გადასულია კარგ სტაილინგზე, რაღაც სხვანაირად აკეთებენ. არასდროს არ ყოფილა Miu Miu-ს ბრენდი ესეთი პოპულარული, როგორც ბოლო პერიოდში, ხო, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ბრენდი იყო ყოველთვის, მაგრამ ეხა ლოტა ვოლკოვა სულ სხვანაირად დაასტაილინგა, სადღაც ჩაიდო აქ. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური კოდები იდება ხოლმე. აი ეს მინი ტრუსი კოლგოტიში ჩატანიებული სვიტრი და ზემოდან პიჯაკი, სადღაც აი გააღვიძა კომუნისტების დროინდელი კომუნისტური პერიოდის ბავშვი, როცა ყველა აი ვთქვათ აი დაახლოებით ესე დადიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ქალზე უკვე ალოგიკურია, ხო? მაგრამ იმდენად განსხვავებულია ამ სტაილინგში, რომ რა ვიცი, მსოფლიო დადის. ხო, აი ამ სტაილინგით. შემდეგ კიდე არის ესეთი ხრიკები, მაგალითად ეს ტრუსი ღირდა 4000 евро. რა თქმა უნდა, ვინც შევიდა და იკითხა ეს ფასი, ყველამ გააშუქა. საბოლოო ჯამში, ანუ ბრუნავს ინფორმაციას, ეგრეთ წოდებული ხაიპი, ხო? ნამდვილად. და საბოლოო ჯამში ეს რას გაძლევს, რომ იმდენად ხშირად საუბრობენ ბრენდზე, იმდენად ხშირად აშიარებენ, რომ მიდიხარ ბრენდში, იმიტომ რომ უკვე ტვინმა დაიმახსოვრა სახელი, ხო? ან აღადგინა სახელი ბრენდის, რომელიც ადრე ვთქვათ არ გაინტერესებდა და აი თუ შეგხვდა აუცილებლად შეხვალ და დაათვალიერებ, ან ნუ იყიდი უკვე. ან იმ დაგვარ ტანსაცმელს იყიდი, ვთქვათ მას მარკეტში. თუ არ გაქვს საშუალება ლუქს კატეგორიის. რაც შეეხება დამუშავებას მკითხეთ, ხო? დღეს სანამ ესკის ხატავ, აი სანამ დაასრულებ უკვე ძველდება. მართლა გეუბნები. ეს გარდაუვალია. დღეს აღარ არის შენელებული ტემპი ყველაფერში. დღეს ძველ ფილმს ახალი თაობის ადამიანი ხშირ შემთხვევაში ყველაზე არ ვსაუბრობ, რთულად უყურებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომისმენია, რომ აი ძალიან გაწელილია. ნამდვილად. იმიტომ რომ დღეს აი rilsi რამდენზე დავიდა. რომ სკროლა 20 წამი. 20 წამია. ხო, ჩემს მეუბნება ხოლმე, რა დიდი და უსუთებ არ უნდა აღარ უყურებს. ხო, ანუ წარმოიდგინე როგორ დასწრაფდა. როგორ გიძველდება ინფორმაცია, შენ დღეს ერთ წუთში იმდენ ინფორმაციას იღებ, რომ დასაწყისში რა ნახე ფიზიკურად აღარ გახსოვს. და ანუ რეალურად ეს დისკომფორტს არ ქმნის დიზაინერებისთვის, ან დემოტივაციის გამომწვევი არ არის, ხო, როგორც ვიცი რა, როგორც ყოველთვის დასაწყის პერიოდში აპროტესტებ, მე ერგები რეალობას და შენც იწყებ ამ რეალობაში შენი ქმედებებით სადღაც ძიებას. მე მაგალითად ბოლო პერიოდში სულ ექსპერიმენტებს ვატარებ, იმიტომ რომ მივხვდი რომ გრძელვადიანი პროექტები ფიზიკურად უკვე სასაცილოა, იმიტომ რომ იცვლება ყოველდღიურად. აბსოლუტურად. და მე თვითონაც გემოვნება სანამ კოლექციას დავასრულებ, უკვე ბოლოში აღარ მომწონს. ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ თითქოს ის ვადა გაუვიდა. ასე რომ რთულ კი არა და საინტერესო ეპოქაში ვართ. მე არ ვიცი კიდე რამდენი გარდატეხის პერიოდს ვესწრებ, იმიტომ რომ ყველაფერი გამოვიარე და ყოველთვის რაღაც ყოველ 10-15 წელიწადში ახალ ცხოვრებას ვიწყებ რადიკალურად განსხვავებულს. ვნახოთ ამ თაობას, ამ ახალ გამოწვევებს, როგორ მოვერგებ. ჯერჯერობით სიჩუმე მირჩევნია, იმიტომ რომ ვაკვირდები რა ხდება. და როგორ უნდა მოვიქცე. თუმცა თუ ადრე 1 წელი ითვლებოდა ნორმალურ ვადად, 1 წელი დღეს შეიძლება იყოს დამანგრეველი თუ არ გამოჩნდები. ან მარკეტინგი ისე უნდა აწყო, იგივე სოციალური ქსელებით, რომ თითქოს დახურული იყო, ან შენი სახელი ისე ჟღერდეს, რომ არ იყოს თქვათ ესე პირდაპირ აფიშირებული და მასთან შეხების სურვილი კონდეს. ოღონდ თქვათ უფრო სხვა კუთხით, მაგას არ ვიტყვი, იმიტომ რომ მასხალშივე მოიტაცებენ. მაგას ვნახავთ ალბათ ახლო მომავალში. ძირითადად ხედავთ ხოლმე, მაგრამ ხო. ესეთი მტკივნეული თემა არის ეგ, იმიტომ რომ ხშირად მინდა ხოლმე ვიყო ჩემთვის რაღაც პერიოდი, რაღაც სხვა რაღაცები ვაკეთო, მაგრამ იმდენად აჩქარებულია ყველაფერი, რომ რაღაც ახალ სიმღერას რო გამოვუშვებ ხოლმე, მეორე დღეს ყველა მეკითხება, რომ ახალ სიმღერას არ უშვებ და მეუბნები, რომ გუშინ ხო გამოვუშვი, მაგრამ ხო გუშინ იყო.
ხო და ძალიან მაგრამ თუ თქვათ ისეთი ჰიტია მაშინ ჩერდება ხო გრძელვადიანი გამოდის ეგეც არის კი თქვენც რომელი იყო ჰიტი და სხვათა შორის აქვე მინდა რაღაც ჩემი მოსაზრება თქვა რომ მუსიკაშიც ასეა და მოდაშიც ასეა რომ რაღაცა წრეზე მიდის ყველაფერი იმიტომ რომ ახლა როგორც არის მე როგორც ვუყურებ ფართო შარვალი ეს იყო ჩემს ბავშვობაში 20-25-30 წლის წინ მანამდე კიდე როცა რაღაც წრეზე მიდის ეს ყველაფერი მუსიკაშიც ესეა რაღაც რამოდენიმე წლის წინ ძალიან მოდაში იყო 90-იანი წლების საუნდი ახლა რამოდენიმე წლის წინ იყო მოდაში ვთქვათ რაღაც დისკო 70-იანები მოდაშიც ასეა ჩემთვის არსებობს რამოდენიმე ჩვენება რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩემ კარიერაში ისეთი სერიოზული აღმასვლა გამოიწვია რაც შეეხება თვითონ ბრუნვას ეს ეხლა დავდე 2005 წლის კოლექციების ისტორიაში უბრალოდ შემთხვევით ვათვალიერებდი ჩემს ალბომებს რაც მაქვს არქივი მივხვდი რომ ის არის ის კეთდება ეხლა და შენ უყურებ ახანდელი გადმოსახედით უყურებ სხვა დიზაინერებს ძალიან მოგწონს და მე აღმოაჩენ რომ შენ ეს გაგიკეთები 20 წლის წინ 20 წლის წინ ზუსტად ადრე ვამბობდი ყოველ 6 თვეში ახალია გასაკეთებელი თქო და ეხლა ალბათ ყოველ კვირაში ამოწურვებია და თუ დღეს 80-იანებს ვაღმერთებთ ალბათ იმ წელიწადში კი არა იმ კვირაში 70-იანს ასე რომ რაც შეეხება ჩვენებას რომელიც იყო ჰიტი და ჩემს კარიერაში გარდატეხის ანუ როგორ გითხრა მაშინ საქართველოს მაღიარა ეს არის 2000 წელი როცა გარეთ სიბნელეა არც შუქი არაფერი არ არის და ძველ კინოსტუდიაში გავაკეთე პირველი სერიოზული ჩვენება. მანამდე ვაკეთებდი ხოლმე ჩვენებებს, მაგრამ ეს აღმოჩნდა, აი ეს როცა შენი სახელი უკვე ყველამ გაიგო და მეორე დღეს იყო აი რაღაცა საოცარი რიგი მაღაზიასთან. ეხლა დღეს ვხედავთ ხოლმე ეგეთ რიგებს და ნუ მაშინ იმ პერიოდისთვის თითქოს არავის ჩაცმა არ ჭირდება, ხო? ბევრად სხვა პრობლემები ქონდა ადამიანებს მაშინ და ხუთაზე ვდგებოდით რომ პური გვეყიდა და ნუ რაღაც გაყინულები ვიძინებდით და ვიღვიძებდით და აი იმ პერიოდში გავაკეთე ჩვენება ესპანეთის ბაზარი ერქვა წავედით ბაზარში მახსოვს და ვიყიდეთ ყუთებით მანდარინი პორტოხალი ხილი და სუგლოცავდნენ ეს გამყრე ღმერთმა კარგად გაგაყიდინოსო და ნუ გავაკეთეთ ესეთი დაბალი პოდიუმი და გოგონებს ქონდა ყველას თავისი როლი და ეს ხალხი ჩავსვით ეტლებში ამ ბაბლუანის კინოსტუდიაში იყო ეს რეკვიზიტები და აი პერიოდში როცა მოვიდა შუქი ხო რაღაცა გრაფიკით იყო აჩვენეს ბოლომდე ჩემი ჩვენება პირველ არხზე ახსოვს კი და ნუ არ ვიცი მაშინ გახდა ჩემი სახელი და გვარი ძალიან ცნობილი დანჩენებს აღარ ჩამოვთვლი იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო კი პირველი წარმატება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება თქვენ რას თქვით ახლა რომ გამოუშვათ 2005 წლის კოლექცია გათანამედროვე შეიძლება მე მგონი არც უნდა და გათანამედროვე ვარცხნილობაც იგივეა მეიქაპიც იგივეა ფეხსაცმლის კუსლის სილუეტი ეს აბრეშუმის მასალა უხეშთან დამოკიდებულებაში მართლა რომ ვუყურებდი მეგონა რომ ხო აი დღევანდელს ასე ერთ-ერთი რატო დაბრუნდა სტაილინგიც ფერჩაგამის შეხამებაც ბრუნვა ამ მოდის თქვათ ქართველი დიზაინერების საზღვრებს გარეთ გასვლა გაცნობა ამ ყველაფრის უცხოური აუდიტორიისთვის რამდენად გაამარტივა და გაადვილა პროცესები იმიტომ რომ ადრე მახსოვს თუნდაც დიზაინერებს არ ქონდათ იმის შესაძლებლობა რომ გამოფენებზე წაიყოთ თავიანთი კოლექცია ეჩვენებინათ იმ ადამიანებისთვის ვინც ამ ყველაფერს შეაფასებდა და აფასებდა შეუკვეთავდა ჩვენთვის მთავარი თემა არის საბოლოო ჯამში მაინც მათემატიკაა ყველაფერი ჩვენთვის მთავარი იყო რომ სწორი ბაერები მოსულიყვნენ და ეგ ეტაპი გავიარეთ ფაქტიურად პირველად როცა ვიყავი პარიზში და მომცეს შეკვეთები ამ სქემას ადრე ვერ გებოდით მე იმ პერიოდის დიზაინერი ვარ რომელიც აკეთებდა აი ამ
ჩვენებას, რომელიც იყო ფაქტიურად სპექტაკლი. ამ ტანსაცმელს ვკერავდით ერთ ზომაში და ყველაფერი იყო თითო ეგზემპლარი. შემდეგ თუ კი ვინმეს ამის ყიდვა უნდა და ჩვენ ამას ან ახალს ვკერავდით, თუ იგივე ქსოვილი გქონდა, ეს ცალკე პრობლემა გქონდა, ან იმის გადაკეთებით ვიყავით დაკავებული, რომ მოგვერგო თქვათ ადამიანისთვის. როცა წლების შემდეგ უკვე სერიოზული კომპანია გავხდით და დავიწყეთ შეკვეთების მიღება სხვადასხვა ქვეყნებიდან, აი თარგის გადამრავლების სწავლა, სწორად მასალების მეტობით შეძენა, გაგზავნა, აი ეს სქემა ნელ-ნელა შემოვიდა და ისეთი ტრამვირებული იყო, იმიტომ რომ ბევრი რამე არ ვიცოდით, პირველად ვაკეთებდით და დღევანდელ მოცემულობაში ნებისმიერ დიზაინერს ეს სქემა აქვს და იცის როგორ მოიქცეს. მე და ჩემი თაობის ადამიანები უბრალოდ არ ვიცოდით. მაშინ ინტეგრაცია იყო მაგრამ ნახე იმ პერიოდში იყო უფრო სუფთა ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა ამხელა ინფორმაცია სხვა დიზაინერებზე, სხვა ტენდენციებზე, სილუეტებზე და ვაკეთებდით სიმართლეს. ანუ შემოქმედება იდებოდა თავიდან ბოლომდე. მახსოვს, როცა პირველად გავიცანი ჟან-პოლ გოციეს შემოქმედება, მაშინ მოვექეცი ძალიან სერიოზულად მისი ზეგავლენის ქვეშ, იმიტომ რომ ჩემთვის რადიკალურად რაღაცა ჩემი ხედვა იყო ძალიან ევროპულად წარმოდგენილი. ალბათ ამ ეტაპს ყველა შემოქმედი გადის. ნუ თუ არ გადის, სადღაც აწყდება აი ამ ისტორიას, რომ თითქოს მსგავსება არის ყოველთვის. მე არ ზუსტ არ ვმალავ, აი ესეთ სერიოზული დიზაინერი რომ გავხდი, არის ჟან-პოლ გოციეს დამსახურება. ანუ ეს მან არ იცის, რა თქმა უნდა. არ გითქვამთ ისე? არ გითქვამთ. ცით რა შარშან წინ მქონდა შეხვედრა მასთან, უბრალოდ სხვა განხრით. მან გააკეთა როშ ბობუასთან ავეჯის ხაზი და შემდეგ ანუ ლიმიტირებულად ჩაუშვეს გაყიდვებში და როცა გავიცანი, მასთან ვიყავთ სტუმრად მის მოდის სახლში. და როცა ვარჩევდი აი ამ ნახატებს, რაც ტახტზე იყო გამოწეული, აი როგორ იშვიათად ხდებაო, აი ვთქვათ ესეთი რთული სქემის ნაწარმი, ვინმეს უნდადეს სახლში კონდეს და მეთქე თქვენის არიცით რომ მაგრთული სქემით საერთოდ დიზაინერება დავუხეცე ისე რომ ანუ იმდენად დიდი კუმირი ხარ თქო ჩემთვის ასე რომ ხო სადღაც ეს ინფორმაცია ბრუნავს ყველაფერი მეორდება ახალი ხედვით იმიტომ რომ ახალი თაობა ყველაფერს ახლებურად ხედავს თული ის არის რომ დღეს იმდენად კომერცია წინ არის და მნიშვნელოვანია და ალბათ ესეც უნდა იყოს ძალიან ხშირად კოდი დიზაინერის იკარგება იმიტომ რომ მიუჩი პრადამ თქვა ადრე ჩვენ უკარნახავდით მომხმარებელსა და ახლა მომხმარებელი კარნახავს რა გავაკეთოთ ჩვენ ხო ეს დრო დადგა ძალიან ხშირად არის ხოლმე კოლექციები იკერება ისე რომ თავიდან ბოლომდე მენეჯმენტი აგვარებს იმიტომ რომ არის თქვათ ბესტსელერი მოდელები და აუცილებლად უნდა იყოს და მე ვწყვიტავდი ხოლმე მეთქი ხო იყო ამ სეზონზე რაღაც საჭირო აი მაგალითად მაისურები გვაქვს რაღაც მაისურები რომელიღაც მოდელები რომელიც სულ უნდა იყოს იმიტომ რომ როგორც კი არ არის ყველას უნდა ის მაისური ხო არ ვიცი შემოქმედებაც სად არის ამ შემთხვევაში არ ვიცი. ალბათ რაღაცა დოზირება უნდა გააკეთოს ადამიანმა და მეც დაახლოებით ამ სქემებს ტესტავ, იმიტომ რომ ადრესით ამამე მქონდა და მაძლევდა პუბლიკა ამის საშუალებას, რომ ყველაფერს რადიკალურად განსხვავებულს და პრეტენზიულს ვაკეთებდი. ეხლა ძალიან ზომიერი რაოდენობით, სადღაც 20% არის ანუ ის ნამდვილი შემოქმედება და ამასაც იმიტომ ვაკეთებ, რომ უბრალოდ ჩემს გონებას მივცეს საზრდოთ, რომ მგონი ესეც არ არის საჭირო. არ დავამთავროთ ესე დრამატულად. არა, აბაზე ხალხს მუსიკას ვაპირებთ რომ დავადოთ ისე. ხო, აი და შვილებს გაწევი. ავთო რაც ნიშნავს თქვენთვის ინოვაციური ქსოვილი და არის თუ არა მასალა, რომელზე მუშაობას ყოველთვის გინდოდათ და მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.
ვიცი რა არის, ადრე უფრო მაინტერესებდა, დღეს უკვე როცა აი ძალიან დიდი დოზით არის შემოსული ეს მასალები და ნებისმიერ გამოფენაზე ჩვენ დავდივართ, პარიზში ტარდება ხოლმე ახალი ტექნოლოგიების ქსოვილების გამოფენა, რომელიც 6 თვით ადრე ტარდება, რომ მომავალი სეზონი შეუკვეთო. ხო ბოლოს ნახე ისეთი ტიპის ქსოვილები, არც კი ვიცი რომ დავტესტო, დასატესტად წამოვიღე ეს ქსოვილები. ანუ აი ხელს რო უსმევ, იმ ტონალობას იღებს, რაც არ გინდა რომ მიიღოს თუ გინდა საბოლოო ჯამში, არ ვიცი. იმიტომ რომ შევკერე დავტესტე, თითქოს ისვრება ესე მგონია და ამ დროს ეგ სპეციალური ეფექტია. აი ესე ვერ მოვყვები, მაგრამ იმდენაირი უკვე მრავალფეროვანი არჩევანი შემოვა. მე ძალიან მიყვარს ქაშმირი, ნატურალური ბამბა, აბრეშუმი, ეს ქსოვილები ყოველგვარი ტექნოლოგიური დამუშავების გარეშე იმ ფუნქციას სულ ასრულებდნენ, რასაც ეხა გვეუბნებიან იგივე თერმოდამუშავებაზე თუ გაგრილებაზე თუ რა ვიცი, ფანტანი რო ამოგდის იღლიიდან. ხო და ამას ეს ქსოვილები სულ ასრულებდა. უბრალოდ ეხა მარკეტინგულად გვაწვდიდა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები და მე გისურვებთ წარმატებულ შემოქმედებას კლავაც, რომ ჩვენი ეს მართლაც ყველასათვის სასურველი და საყვარელი ბრენდი კიდევ და კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უღრმესი მადლობა. მე მიხარია რომ ახალ და ახალ თაობას აცვია. ბევრს ძალიან ბრენდი ჩემთვის ეს საიმედოა რა თქმა უნდა. მადლობა მოწვევისთვის და არ ვიცი სანამ სურვილი მაქვს გავაკეთებ ამ ყველაფერს. თუ მიხვდები რომ უკვე ამოვწურე ბოლომდე თავი, ყოველთვის შეიძლება სხვა ეტაპზე გადასვლა. ჩვენ კი ამით გემშვიდობებით, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენებული პოდკასტი YouTube-ზე, ზარის ღილაკი, დააკომენტარეთ და კიდე რაღაც გამოვირჩა, კიდე რაღაც უნდა ქნან, ხო? მათთვის საინტერესო თემები დაგვიკომენტარონ, რაზეც შემდეგ პოდკასტებს შემოვთავაზებთ. მეგი, ვერავინ ვერ წყო და შენზე უკეთესად. თქვენთვის საინტერესო თემები დაგვიკომენტარეთ და ჩვენ გიპასუხებთ. მადლობა, დროებით. დროებით.